კიდევ ერთი მაგალითი არის, სადაც გვაინტერესებს მოძრავი ფიგურა არის თუ არა კონგრუენტული უძრავი ფიგურისა, რომელსაც ამ შემთხვევაში ჰქვია lime. იმიტომ რომ ასოები არის lime. L-I-M-E, ასე შემდეგ. მოკლედ, მოდი ვცადოთ ისევ და ეს ფიგურა რაღაცნაირად დავამტყიოთ, ან ვერ დავამტყიოთ ამ ფიგურას. იმიტომ რომ გვეუბნებიან რომ თუ არის ეს ფიგურა ამ ფიგურის კონგრუენტული, მაშინ უნდა გავაკეთოთ შესაბამისი ნაბიჯები და მივიყვანოთ აქამდე. კარგი, მოდი ვნახოთ. პირველ რიგში ისევ და ისევ დავამტყიოთ რამე წერტილი. სხვადასხვა შეგვიძლია უბრალოდ დავაკვირდეთ გვერდების სიგრძეებს და ეჭვი ვიქონიოთ რომ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგალითად აი ეს გვერდი იმხელა რომ არც ერთი გვერდი ამ ფიგურიდან არ არის ამხელა. ანუ თითქოს ეს გვერდი ყველა ამ გვერდზე დიდია. მაგრამ მოდი მაინც ჩვენ ვცადოთ. და უფრო დავრწმუნდეთ იმაში რომ ესენი არ არიან ერთმანეთის კონგრუენტული. მოდი ავრეკლოთ. მოდი არეკლა გავაკეთოთ, ვნახოთ რას მოგვიტანს არეკლა. ცოტა მოვაბრუნოთ ეს ღერძი. კარგად მობრუნდა და ავრეკლოთ. აი ნახეთ. ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ ეს ფიგურა აი გვერდზე დავამტყუეთ მთლიანად. არ არის კონგრუენტული ფიგურისა lime. ესე იგი აღნიშნოთ არა პასუხში და ვნახოთ სწორია თუ არა. სწორია.